მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღეს ჩვენ ვიღებთ ახალ თამაშს, როგორც ვიცი, ამ თამაშს ქვია Build a Car. ზოგადად არ დამახსოვრებელთ შემოვეცეთ თავს, დაახლოებით როგორც მახსოვს, ქვია Build a Car. მოკლედ, როგორც სახელიდან მიხვდით, რომ თამაში არის, რაც უნდა ვაწყოთ მანქანა და ეს რამოდენიმე YouTubers გადაღებულიც კი აქვს. და ახლა სანამ დავიწყებთ ვიდეოს გადაღება, შეგახსენებთ რომ გამოიწევთ ახლა დალაიქოთ ვიდეო. თან როგორც ისიც წინა ვიდეოში სადაც Brawl Stars ვიღებდი თქვი რომ 100 კომენტარზე როგორც კი ავართ, დავიწყებ ახალ რუბრიკას, ანუ ახალ რუბრიკაში რას გულისხმობ ახლა Brawl Stars-ი და Roblox-ი არ შეწყდება, ესენი ისევ იქნება, უბრალოდ სხვა რაღაცეები დაემატება. და ახლა ნახეთ ახლა დაგვამაგრებინეს მოტორი და დავიწყოთ პირველი. ბენზინი ძალიან ცოტა გვაქვს და მალე გვეცლება, სისწრაფეც ძალიან ნელები ვართ რა. ერთი წუთი ძალიან ნელები ვართ. ბევრი აღარ ვილაპარაკოთ და ხოლმე $20 მოგწეს და აქ როგორც ხედავთ არის Part Shop-ი. და სტოკი არის როგორც Grow Garden-ში, სლაპები, ბლოკები, ბორბლები, ბენზინი, მოტორი და ხო რა. ეს გიგივე მივარდება უფრო ძლიერები. მოკლედ ახლა მე თავიდან დიდი სიამოვნებით ვიყიდედი ბენზინს. უბრალოდ ფული არ მაქვს, ამიტომაც დავიწყეთ. ესე თუ არა ის თადები მაინც შეიძლება? გერაუთ. თუმცა ისე დაღმართებით რომ მას დაღმართზე ჩავდიოდით. უფრო ანუ ბუსტივით იყო რა, დაღმართზე ჩავდივართ, ბუსტივით არის და მას უფრო მეც ვივლით. რაც უფრო კაი არის. და მას უფრო ბევრ ფულს გვაძლევს. კაი, ახლა ერთი გადავჭა და ვიყიდეთ პირველს მეორე ბენზინს უკვე. და უფრო დიდ მანძილზე წავალთ, როგორც სხვა ბიომები არის, უკვე ზამთარი არის და რაღაცა მაგარია ილეცა. მოკლედ ეს ვინ არის? კაი. მოკლედ უკვე ავიღეთ $60 ფული. იქ მაინც დოლარი ნიშნე, მაგრამ ფული. და ჩვენი ბენზინი ახლა ვნახოთ რამ ხალას წავალთ. თუმცა როგორც ახლა ნახეთ, ანვაზე არის რა. თუმცა ხა ამან შეიძლება ცოტათი შეგვანილოს ხო, იმიტომ რომ როგორც ბენზინი კი ახლა უფრო შორს მივდივართ, თუმცა უფრო ნელები ვართ, იმიტომ რომ ამ ხელ რაღაც ანუ დიდი რა, ამას რომ ვიდებთ, იგივე სიმძიმე არის რა. და ხა ასტრაფებას უნდა რაღაცა. და ანუ ისე გავთვალისწინოთ, რომ რაღაცა უფრო მძიმე ხდება. და ხო, უფრო მძიმე რო ხდება, კიდე უფრო ნელი არის ხოლმე მერე. თუმცა ახლა უფრო შორს მივდივართ, იმიტომ რომ უფრო მეტი საწვავი გვაქვს. ამიტომ იქამდე არ დავასრულებ, სანამ ამ ზამთრის იქითა ბიომში არ გადავალ. ეს არ უნდა იყოს ხოლდორი. თუ ხოლდორი უნდა იყოს კიდე, მაშინ პირველი ბიომი ასე მოკლე არ იქნებოდა. კარგი, ეს ერთი ბორბალი ვიყიდე. ვიყიდეთ მეორე ბორბალი. ამდენ ბორბლიანი მანქანა არ არსებობს, მაგრამ ჩვენ დავაყენოთ. გადადი. ეს აქ. ეს უნდა შემოვატრიალოთ და აქ. კაი, აუ დავიწყოთ. ეს როგორი არის? რაღაცნაირად შეგვანელა, ხო? კი, ბევრად შეგვანელა. და თქოს მოხვევასაც უფრო აძნელებს. ანუ როგორ ჩანს, აქეთ შუალა ორი ბორბალი, არაფერ შეგხვეხმარება, პირიქით ხაშხუშლის ამიტომაც მოვაშოროთ. ეგ არის. კარტაბა კიდე რეები არის, ჩვეულებრივი ბლოკები. და ჩვეულებრივი ბლოკების გარდა კიდევ რა არის? ძეთი ცოტა იაფიანი. კიდევ ერთი მოტორი, რომელიც $100 ღირს. თქვა ბლოკებს ვიყიდე ცოტა ადგილს გავალდი, იმიტომ რომ ძალიან წვრილი მანქანა გვაქვს და სლაბებს გამოვიყენებ რა, მაგრამ თავიდან ისე. ეგ არის. თუმცა მხოლოდ ორი მოგვივიდა. ორად არაფერი მოგვივიდა, თუმცა შემიძლია ცოტა შევცვალო. აი, ამ ორ ბორბალს მოვუშლი და დავაყენებ აი ესე რა. და ახლა ამ ბორბლებს დავდგავ ესე. მოდანოთ აქეთ. შევატრიალოთ, დავაყენოთ. ზომეტი ბორბლები აღარ უნდა. და ახლა მოტორით შემიძლია დავდგა აქეთ იქიდან. რა კიდე ამას. რომელიც ხო არ შეგუშლის ხელს. თითქოს აში უნდები ვართ, ხო, კაია. და მოხვაში ხალს არ გუშლის, ავტომატს კარგი არის, ეგრე იყოს. და $1 დაგვრჩა. და ახლა
მინდა რომ მატორი ვიყიდო რომ ცოტა ავსწრაფდეთ, თუმცა მე როცა მატორს ვიყიდით, კი უფრო სწრაფი იქნებით, თუმცა საწვავი დაგვჭირდება უფრო მეტი, იმიტომ რომ სწრაფად დავდივართ, მატორს კიდე მე უფრო მეტი ბენზინი სჭირდება. ავტომატ მატორს რო ვიყიდი, შემდეგ ეგრევე ბენზინები უნდა ვიყიდოთ ბევრი. თორე შორსაც ვეღარ გავალთ მე. მართალია უფრო ნაკლებს გავალთ, თუმცა სწრაფად. $100 ხო? კაი. ეს გვებოლო ეს არის, ახლა ამასაც გავივლით და გვექნება შემდეგი და მეორე მატორი და მოუხვიე. ვერ უხო, გამძვრა. რა? არ უხვევდა. კაშლი მაგას გაიბაგა, მაგრამ მეორე მატორი. და ახლა ამას მოვაშორებ და ამას დავთქავ აქ, ამას დავთქავ აქ, ეგრე რო კაი არის. რატო ვერ უხოვდი ძალიან? აი ახლა უხოვ. კი, ბევრად სწრაფად დავდივართ, თუმცა ვერც ხედავ საწვავი ძალიან მალე გვითავდება. თითქმის იგივე მადით გავდივართ, უბრალოდ უფრო სწრაფად რა. და ბენზინი $60 ერთცალი. შემდეგი რა არის უკეთესი? 225. რაც ჯერ ჩვენთვის ბევრი არის. წავიდა. და კიდე სამაქ ფულს ვაკრავ. შეგახსენეთ რომ მინდა რომ რაც შეიძლება მალე ავიდეთ 100 გამომწერზე. ძალიან ცოტა გაგვაკლია, ეხლა ამ ვიდეოს რო წერ დაახლოებით 60 და რაღაცაზე ვარ რა. ხო და გრატაში ძალიან ცოტა დარჩა რა. ხო და გამოიწერეთ არხი. და ეგ არის. და ვაშეთ დავიწყეთ როგორ შეგვიძლია, მაგრამ კაი. ეგ არის. ბარემ მეორე წუთი რომ მე მაინც მოიწევს ამის ხედვა, ამიტომაც ეხლა ვიყიდი. ეს უკან დავუდგავ ორივეს. ეგ არის. ხათა ეს უფრო შორს გავიდეთ. ეს სტრაფი იგივეა, უბრალოდ უფრო მეტი გვაქვს ბენზინი. და მივახციეთ თოვლის ბიომშიც. აქ ჩასავარდენი არის, ხო. და უნდა გადავხდეთ, მიდი. მიდით ქორა. მივახციეთ. მაგრამ კიდე ვიყიდი, მოდი. არ არის მატორი? მაშინ. ეს კარგი ბორბალი რაღაცა. 175 ღერს. მოდით big gas tanks ვიყიდოთ $225, იმიტომ რომ ეხლა ასეთ უის უფრო ბევრ შოულობთ. და თან ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ თითქოს იმდენად გასიკავებს რამდენსაც ჩვეულებრივი ბენზინი, თუმცა უფრო მეც გვიმატებს. და ფიქრობ იმას რომ დავიყენოთ, ახაც შევძლებთ უკვე გადახტომას, იმიტომ რომ ახლა თითქმის მივდივართ. ხო, და 87-ს ყვაწლებს. და 87-ები საკმარისი არის, რომ ორგონი 225-ზე ავიდეთ. და 60 და რამდენი არის თავდაღმართზე. ხო, 60-ით მივდივართ ჩვეულებრივ. თავიდან ფიქრობ ნორმალური სისწრაფე არის. გადახტა. ოღონდ ძლივს. ზოგს რამ ხელ რაღაცები აქვს და რა ღირდა ზუსტად? აბა რა, 2 ცალი არ მაჯერ ერთს და შეგვიძლია და ამას დავაყენებ აი აქ წინ. კაი, ახლა უფრო შორს წავალთ. 54 გვაქვს ბენზინი. კაი. აბა ახლა რაღაც ეს უნდა გადავხდეთ. უნდა გვეყოს ესეთი ხამდე რომ გადავხდეთ. გავსტარტეთ პაკი არის, მაგას ვნახავ მე. ახლა შევამჩნიე. და ეს რა არის? მე გადავებით? ანუ აქ თუ ძალიან სწრაფად არ გადმოხდი, აქ ვარდები. ან ხოლმე თუ სწრაფად გამოექანები, მასე შეიძლება გადახტომა. და მასეთი სწრაფე ჯერ არ გვაქვს სამწუხაროდ. მაგრამ ახლა შევძლებთ დაიცა. ამას მოვაშორებ აქ. აქედან. ვაშორდი. აქ დავაყენებ ამას. და ამას დავიყენებ აქ. ეგ არის, წავიდა. ეხლა უჭული გადახტებით. თითქმის 100-ით მივდივართ. ვიქეთ თავდაღმართი იყო მაგიტო. მაგრამ თითქმის 90-ით და მიდი არა. კიდევ ერთი მატორი დავიყენოთ, ფიქრობ მე უკვე გადავხტები. ხო, საშინელება. რაღაც მატორები თუ კიდე ერთ ტურში. აბა რა, ეხლა უჭული უნდა გადავხტეთ უკვე. შანსი არ არის ეხლა რო ვერ გადავხტეთ.
წავიდა. დავი, რა სწრაფად მივდივართ. 117-ით. და მიდი, yes! გადახტა. მაგრამ ამოყირავდა, თუმცა გასწორდა ისევ. და შემდეგ თან ვეღარ მივახცეთ. მაგრამ კაი, ის უკვე კაი არის, რომ შეგვიძლია გადავხდეთ. კიდე. აქ ბევრად ძლიერი რაღაც ის არის მონსტერ. ოპა. ეხლა მინდა რომ ვიყიდო 2 ცალი კარგი ბორბალი. მაგრამ ეხლა უფრო სლაბები უფრო მჭირდება, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე ზედა მაქვს ერთმანეთთან დალაგებული. 7-ვე სლაბს ვიყიდი, რაც არის სტოკში. მაგრამ ასეთ უკვე ფულიანები ვართ, უკვე აღარ. ასე 2 ბორბალი მოვხსნათ. და ავიღოთ სლაბები და ასე ჩამოვამწკრივებ. ესე დიახ, ახლა რო ბორბალი სწორად იტოს და აქტივებ შემდეგს. ახლა აი ეს კამალის წინ რომ აქ რაღაცა და არ მოვწოს, მაგრამ კაი. ჯერჯერობით ეგრე იყოს, რა ჯერ ბორბალს დავუყენებ რომ ნახო. და ვფიქრობ, სლაბებით ესეთ არ უნდა გვანელებდეს. თუ გვანელებს სლაბები, ამდენი სლაბი უკვე ცუდი იქნება, იმიტომ რომ ნელი ვიქნებით ძალიან. ერთი ბლოკი დამაკალდა იქ. ზუსტად ერთი რატო დამაკალდა. არა, სისწრაფეს არ მოქმედებს როგორც შანს. და მაგრამ ეხლა ვერ გადავიდეთ, უფრო გრძელი ვართ, ხო? კი, ვერ გადავხდით. თუმცა ამ შემდეგ აი შუაში გავივლი რა, აი აქ, შუაში. რა ხდება კანკალებს მანქანას? რესპაუნი რამდენი ხანი უნდა? მოდი ამას ვაფშე მოვუშლი. ეს მოშორდი. მოშო. ეგ არის. შეც მოშორდი. ამას დავდგავ აქ. ამას დავდგავ აქ. ამას კიდე აქ. და ამ ერთს აქ დავდგავ. ესე რა. და ერთი ცალი სლაბი არ გამოვიდა, რომ იქ ძალიან ნერვოს მიშლის ისი არის. ეს რა ღირს გუდ ბორბალი 175, ხო? ახალი სტოკი როდის გამოდის, 1 წუთში მოვახსენებთ ერთ შეხედვას და ახალი სტოკი რო გამოვაკიდეთ, თუ კიდე ერთი ცალი იქნება, წინა 2 ბორბალს შევცვლი და მაგას დავაყენებ. ეხლა გადახტომა აღარ მინდა, რომ უფრო ხა დიდი მანქანა არის და ვეღარ ხვდები. კაი. ჯერჯერობით კარგად მივდივართ და ვეღარ მივახცეთ იქამდე. და ცუდია. წაღარ ნახო და მოვწე სტარტერ პაკი რა არის? $30 big gas tank, კარგი ბორბლები და 40 ცალი სლაბი. არ მჭირდება სისულელია. კი შემიძლია ყიდო, თუმცა არ მჭირდება უბრალოდ. და დავიწყე, მაგრამ ამასობაში ახალი სტოკი გამოვა. და ახალი სტოკი როგორც კი გამოვა, ეგრევე მოვყიდით მეორე კარგ ბორბალს და მანქანა ამოყირავდა. გასწორდა. კაი. ტექნოლოგია. მანქანა გასწორდა თვითონთან. კაი, რესპაუნ. თვითონ რატო აღარ აკეთებ რესპაუნს? კაი, ახლა ახალი სტოკი გამოვა და კარგ ბორბალ. გამოვიდა. ვიყიდოთ. უსკი შევედი მაშ გამოვიდა. ეს 2 ბორბალი მოვაშოროთ ვაფშე. აქ ჭირდება. მოშორდი. დავაყენოთ ესენი. შევუტრიალოთ და დავაყენოთ. ზომაში კი ეს უფრო დიდი არის. წეწით ახლა უნდა გვასტრაფებდეს უფრო მეტად, ხო? კარგი ბორბალია. გონი კი და ვაიმე ძალიან მოუხვია. რა ხდება? როგორც ჩანს ახალ ბორბლებს მიჩვევაც უნდა. ანუ ისე ძლიერად უხვავს, რომ მანქანა ყირავდება. კი. თაზე ფრთხილად უნდა მოუხვიოთ. ნელ-ნელა მოხვდით, იმიტომ რომ იმას ძალიან ვახოვინებდი, ხოლმე როგორმე მოეხვდა. ამას ოდნავ გაწევას შველიც. და მივახცეთ აქამდე და ვერ გადავხდით. ზუსტად მილიმეტრზე გავჩერდით. კაი, გადავიდე ახლა რესპაუნი. $165 ერთ ტაიმში არა. მატჩში. 475-ს ვაგროვებ, всё, ის შემდეგი მატველი უნდა ვიყიდო. და გავფრინდები საერთოდ, თუმცა ბევრი ბენზინი დაიხარჯება. ვერ მივეშვა ახალ ბორბალს, ანუ სულოდნა უნდა მოხოთ, მაგრამ ყირავდება მანქანა ისე ძლიერად უხვევს. და ხომ ახლა შოძო აღარ გავით, იმიტომ რომ ქრა მოვყირავდით, უფრო მეტი ბენზინი დაიხარჯა.
და თქვენ კიდე არ გამოგიწერიათ. წავიდა. დავი. არა, მოუხვეი, რატო არ უხვევ? რატომ? მოუხვი. აი ეგრე. ხანდახან იბაგება და არ უხვევს. აი, ეხლა ძალიან მოუხვია. რესპაუნი აღარ გავაგზავნე საკმაოდ. მატრის რატო ვამბობ? დავი. წავიდა. წყნარად მშვიდად ეს ვიღაცა მოტრიალ და კარგი, იმედამაც მაგასავით არ მომივა. მაგასავით რა არის? და მოჩა. რესპაუნი. და ვიყიდოთ შემდეგი მატო, რომელიც უფრო სწრაფი იქნება და არ მგონია კარგი იყოს. მოდი მოსაკაი აქ დავაყენებ და დავიწყეთ. ვაიმე, მერთო. რაი? რა ხდება გამისწორეთ მანქანა. დაიცა ძალიან სწრაფია. ხო, ძალიან სწრაფია. რაღაც უნდა ვქნათ. მოდი ცოტა რო სტაბილური სწრაფი გახდეს. ესენი რომ მოვაშოროთ, ვფიქრობ ნორმალურად ვივლით. არა. კი ცოტა უნდა დავამატოთ. 2 ცალი დავამატოთ. ამ 2 ცალს არ დავამატებ. აბა, ახლა. ხო, ახლა კარგად დადის. არა. კაი. სწრაფს უყურებდი, მაგას აღარ შევხედე, ჩემი ბრალი, კარგი. ვაიმე, აი, ნორმალურად მივდივართ. ახლა ბენზინს ნა. კარგით. მოკლედ, მინდა რომ აი ეს ერთიც არის სუპერ გასტანკი, ეს მატორები, გლასპანელი, შრებია. ჰავაი, ბლო. მოკლედ, მე მინდა რომ ვიყიდო ეს ახალი სკამი. ყველაზე მაგარი მატორი და სუპერ გასტანკი. თუმცა ბაგები არის, შეიძლება ან მე მიბაგავს, ან თვითონ თამაში არის ბაგები. იმიტომ რომ ანუ ხან არ უხვევს და ხო, მოკლედ რაღაც ბაგები არის. და კიდე ძალიან ჭედავს რატომღაც FPS აღჭირს. გამოიცი. 50 და 60 მიწერია. რა ხდება? კაი, ფული უკვე ბლომად გვაქვს, თან ძალიან ბლომად. და კიდე ხა სანამ ფულს ვაგროვებთ, მინდა ვთქვა, რომ წინა ვიდეომელს დავდე და ვთქვი, რომ ამ ახალი სეზონის არა აქამდე გადახვდარიყავი. ახალი სეზონის Starflake-ს ვამზადებ. ძალიან რთული, იმიტომ რომ ძალიან ბანძ მისიებს მაძლევს. და მაგის გამო არ არის ეგეთი ადვილი. ანუ წინა სეზონზე ანუ შედარებით უკეთესი quest-ები იყო და ადვილად ვიღებდი. და ახლა მიჭირს ძალიან სტარტაპების აგროვება. მაგალითად, იცით საბოისთან კოლაბორაციის შემდეგ კიდე რაღაც დამატებით ყუთები იხსნება ლიანდაგებით და მაგებით ასეთ ვისე დიდი გამოვა. კიდე ახლა ამ თამასაც შეეხება ახლა რა. მინდა რომ ეს ეპიზოდი აქ დავასრულო, აღარ დიდხნიანი გამოვიდეს. თუმცა ამის მეორე ეპიზოდს უჭველი გადავიღებ და შემდეგ ეპიზოდში აი ამ ბოლო ტანკს რაღაცა სუპერ გას ტანკს და V10 engines უჭველი ვიყიდი. და გავფრინდებით 100%-იანი ვიცი. და ახლა სამ დაგემშვიდობებით, შეგახსენებთ რომ გამოიწერახეთ და ალექოთ ვიდეო რომ მალე ავიდეთ 100 გამომწერდე ძალიან ცოტა დარჩა. ახლა დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.